დამეთანხმებით, რომ არაერთხელ ჩვენ გვისაუბრია რძალზე და დედამთილის ურთიერთობაზე, მულის და რძალის ურთიერთობაზე და დღევანდელი თემა განსაკუთრებულად თბილი და საყურადღებო და საყვარელია. ხომ ასეა? კი, გერი და დედინაცვალი. პირველად არის ეს თემა და გულწრფელად ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელი იყო, როცა გავიგე თქვენს სახებ მობრძანით ქალბატონი სოფო ბუცბეკიძე, ქალბატონი მარიამ ბეგლარიშვილი. როცა თქვენს სახებ გავიგე, გულწრფელად რთულად დასაჯერებელია, რომ თქვენ არ ახართ ბიოლოგიური დედაშვილი. ნამდვილად გულწრფელად გეუბნებით ამას და მიხარია რომ დღეს ამ თემაზე გსტუმრობთ და მიხარია რომ თქვენი საუბრებთ ამ თემაზე თუ რაოდენ განსაკუთრებულია ეს ურთიერთობა. ქალბატონი მარიამი მუსიკოსი გახლა, პროდიუსერი, კრიტიკოსი მუსიკის და ჩვენი ოჯახის წევრი. დიდი ოჯახის წევრი, სოფო ბუცბეკიძე. პროდიუსერი. თქვენი ოჯახის, ასე ვთქვათ, წევრი. ჩვენ კიდე გვიამაყენებს სოფო შენ და გვიხარია რომ დღეს ქალბატონ მარიამთან ერთად გვასპინძლობთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თქვენ რომ დაინტერესდით ესე და არა, იმიტომ რომ მართლა თქვენ სამაგალითოები ხართ დამეთანხმებით. და ვიცი თქვენი სიყვარულის, აი როგორ გიყვართ ერთმანეთს და ამ სიმღერაში ჩანდა, ხო? ერთმანეთს როგორ უყურებდა. საოცრება არის. სოფო, მოდი ახლა მოგვიყევი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ვიწყებ ზღაპარს. ხო, თან ვიცი ჩვენ რაღაცეები, რომ მამას იქ შენ გააცანი და იყო ესეთი ამბავი. ხო, მარი იყო ჩვენი მეზობელი, რომელსაც არ ვიცნობდით, არც ერთი ოჯახის წევრი, ჩვენი ოჯახის წევრი და მარი გარდა იმისა, რომ არის ძალიან კარგი მუსიკოსი, ასევე არის ძალიან კარგი, ძალიან ერკვევა კოსმეტოლოგიაში და დიახ და ჩემმა მეზობელმა, მეგობარმა გოგონამ გამაცნო დამაკავშირა მარისთან ამ მიმართულებით. აი ესე გავიცანით მე და მარი ერთმანეთი და შემდეგ რო აღმოჩნდა, რომ ესე ვთქვათ, ერთ ენაზე ვსაუბრობდით მუსიკალურად ვგულისხმობ, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ამ ყველაფერმა და ძალიან დავმეგობრდით და სახლში რომ ბრუნდებოდი ხოლმე სულ აღფრთოვანებით აღნიშნავდი და ვახსენებდი ხოლმე მარის და ამასობაში მე მამაჩემად გაიცნო. ვინ არის ესეთი რომ გააგიჟდაო, ჩემი შვილიო და გადაირიო, ხო? და შემდეგ მამაჩემო გაიცნო და ძალიან სწრაფად განვითარდა სხვათა შორის მეთი ისტორია. იცი რა აღფრთოვანება გასაგებია, მაგრამ ალბათ ის სითბო და რაღაცა ხშირი გინდოდა კონტაქტი, ხო, ქალბატონ მარისთან. ძალიან დიდი სანდოობა, ძალიან დიდი სითბო დავინახე თავიდანვე. ხო, ხო. ქალბატონო მარიამ, თქვენ მინდა გკითხოთ, რამდენად შემდეგ უკვე მუსიკამ რამდენად დაგაკავშირა თქვენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი მზიურელის შვილია, ქალბატონი ხაჭრა საბაშვილის შვილია და მუსიკა საოცარი ნათლიებიც ყავს. დიახ, და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. თქვენთან როგორ აღმოჩნდა შემდეგ მუსიკა? ხო, ჯერ ერთი ხელმძღვანელის შექმნილია მზიური და შემდგომ მაისი იყო ესეთი ანსამბლი. ძალიან ბევრმა არ იცის ეს ანსამბლი, იყო გოგონათა სიმფოჯაზის სტილის ანსამბლი იყო, უფრო მოზარდების, ანუ არაბავშვების და იყო, ნუ იქ დრამზე უკრავდი, მე თან მღეროდი, თან ხან კლავიში, ხან ის. მაგრამ აი ეს რაღაცა ეს მზიურის და ერთი ხელმძღვანელის აი ამაზე საუბრები, როგორ იყო ესენი ბავშვობაში დედის მხრიდან, ანუ როგორ იქნებოდა, აი ვთქვათ, იმ ხელმძღვანელის დამოკიდებულება, როგორ უყვარდა ეს ბავშვები და როგორ სითბოს ასხივებდა და აი ეს საუბრები ეს ყველაფერი. მე მღეროდით ერთად უკრავდი, მე უკრავდი და სოფო მღეროდა, ხან ნუ აი ხა როგორ შევასრულეთ. კი ბატონო. მაგრამ ხო, მაგრამ აი ეს დედინაც და გერის ამბავი, აი თვითონ სტერეოტიპი რო არის, იცით, აი ძალიან ისეთი კი, ამსხვრევთ ნამდვილად. ჯერ ერთი აი მე შევედი ოჯახში, როგორც მაგალითად დედობილი და არა დედინაცვალი. ეს იყო შილობილი, მე ძმა ყავს სოფოს, ძალიან უკეთილშობილესი ლევანი ყავს, მაგრამ თავიდანვე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულეა, როდესაც აი ოჯახში შედიხარ, ჯერ ერთი ყველაფერი არის ურთიერთდათმობაზე. მაგრამ აქ როცა აი დასრული ადამიანები არიან, მაშინ ხდება, როგორ იცით, რომ აი ორივე მხარეს, ნუ ორი მხრივი უნდა იყოს მოძრაობა. ჩვენი სტერეოტიპები გვაქვს, შაბლონები, ქცევის ნორმები, რაღაც ხასიათებიდან გამომდინარე ჩვენი ჩვევებიდან, აღზრდიდან, მაგრამ აი ამის დათმობა გიხდება, როდესაც ნუ პერიოდულად, რა თქმა უნდა, და ეს ორმხრივი უნდა იყოს, მაგრამ არის ძალიან დიდი მაგრამ. როდესაც შედიხარ ოჯახში და მეორე მხარე არიან ბავშვები, მეორე მხარე. აფლა პასუხისგებლობა არა. ხო, და აქ რომელ ორმხრივ დათმობაზეა საუბარი, ანუ თავიდან არაფრით არ შეიძლება. ანუ უნდა დათმოს უფროსმა, აუცილებლად. კი ბატონო.
კი ბატონო. ხო და ამიტომ ვიცით რა ცოტა რთული იყო ჩემთვის და მანამ აი სანდობა სოფომ რო ახსენა მანამ სანდობას მოვიპოვებდი მაგალითად რა ეხლა არავინ არ დაიჯერებს რომ არ იყო გაუგებრობები არ იყო რაღაც ექსცესები მაგრამ ხო ვიცით აი უკვე 20 წელი გავიდა და ხო ხარ შეიძლება რომ 20 წლის მანძილზე ითამაშო ეს კეთილის მოსურნე და არა ავიდედი ნაცვალი ხო ანუ ყველაფერს ფილტრავს დრო ყველაფერს ფილტრავს მაინც და ეთყობა რა კი ხა ჩვენ ესე მოვედით ამ სიმღერის შესასრულებლად ქალბატონი მაცაცოსი და სხვათა შორის ცოტა საკრალურია ჩემთვის ეს სიმღერა რამხრე ვიცით 30 წლის წინ მქონდა მე თვითონ ვიყავი ავტორი და წამყვანი ჩემი საავტორო გადაცემები მქონდა ტელევიზიაში და აი მაშინაც ეს სიმღერა შესრულდა ჩემი ეს გადაცემაში როგორც მაგალითი ვიდეო მაგალითი და მაგრამ ეხა სოფო მაირჩია ეს და მე ვარი აღარ ვიყავი სოფოსთვისაც ეთქობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს რაღაცა ხო ყველაზე ხშირად ამ სიმღერას ვასრულებდით ხო მაცაცოს ჩემი სიყვარული და პატივისცემა ძალიან გიხდებათ ეს სიმღერა ჩვენც ვერთებით პატივისცემას და მოგიკითხავთ ქალბატონი მაცაცოს სოფო ჩემს გარემოშიც არ არის ეს უცხო ნამდვილად ეს ურთიერთობა მაგრამ მაინც მაინტერესებს აი პირველად როცა გაიგე რომ მამამ თქვა რომ უნდა შევირთო ცოლი შენი რეაქცია მაინტერესდა როცა გაიგე რომ ქალბატონ მარიამზე იყო საუბარი იცით რა არის თუ მამას შენ თვითონ უთხარ არ გამყვიროები იმიტომ რომ ცოტა ისე ვთქვა ცოტა ისე გამოვიდა რომ მამა ჩემო თითქოს ჩემგან აიყონებართვა იუმორით რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძალიან ანგარიშია და ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად მარისულ ჩვენთან იყო ჩვენ ოჯახში იყო და მამა ჩემო ესე ხუმრობით ხო ჩვენს კარგი იუმორია რომ ხომ არ დაგვეტოვებინაო მარიო ჩვენთანო სახლშიო და რასაკვირველია ძალიან ყველანი ანუ მეც ჩემი ძმაც და მინდა აღვნიშნო რომ დედა ჩემის დედა ძალიან შეუყვარდა მარი ძალიან მოსწონდა და ასე ვთქვათ ყველას ერთი აზრი იყო რომ მარი აუცილებლად ჩვენი ოჯახის წევრი და რამდენი რამე გადალახა წარმოიდგინეთ რომ შვილის ადგილზე კი ბატონო და ბებოსთვისაც ძალიან ესე ვთქვათ მარი ძალიან უყვარდა ძალიან საგრძნობებას და მქონდა საქმე და ყველას ერთი საოცარი ადამიანები ძლიერად გამეთანხმები და დიდსულოვანი მეტრო დედას ადგილს ვერავინ ვერ შეცვლის მაგრამ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც მაგიურობა მაინც გაცია პატარა იყავი ხომ გონი 8 წლის იყავი რამდენი იყავი დედა რო გარდაიცვალა ხო და მარი რო ჩვენს ოჯახში შემოვიდა 17 წლის ვიყავი ნუ არც ისე პატარა მაგრამ ძალიან ისეთი ასაკია თული ასაკი და მაგას ყოველთვის მაგ დროს იყო რაღაც გარკვეული სერთოლელეები მაგრამ ისე გაქრა დროთა განმავლობაში რომ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყავს ძალიან კარგი მეგობარი ოჯახში ძალიან კარგი მრჩეველი და გულშემატკივარი და ასევე ვარ მე მარის გულშემატკივარი თავის შემოქმედებას და სულ მინდა რომ თავისი შემოქმედება უფრო ასე ვთქვათ ფართო მასებსაც გააძლიეროს მე საიდუმლეები თუ ხარ არა რა გაპატიო მეც მაინტერესებს და მაინტერესებს პირველი აი მსგავსი თუ გაიხსენეთ რომ პირველი საიდუმლო როცა გითხრათ თქვენ თუ უთხარით თქვენი გულისკილი აი ესეთი დეტალი მინდა გაიხსენოთ კი ზუსტად იმ პერიოდში გავიცანით მე და მარი ერთმანეთი როდესაც ეს პირველი სიყვარული მოწევია და ეს ერთადერთ ადამიანს მარის გავანდა კი იყო ესეთი ფაქტი რჩევა იყო სწორი ძალიან თქვენ თუ გქონიათ ქალბატონო მარიამ ისეთი გულისკილი რომელიც აი სოფოსთვის გაგიმხელიათ პირველ რიგში და არ მოგწონთ თქვენს გულს ან არა აზრის გაზიარება იგივე შილობილს ეძახით ბოლოს და არის ეს ასე უდავოდ ხედავთ კიდეც აუცილებლად შილობილი კი იმიტომ რომ დედინაცვალი იმდენად ისეთი სტერეოტიპული ძალიან მოყვებით ამ ამბავში ასეა ნამდვილად ამას და დღეს ჩვენ დავანგრევთ აი ცოტათი მაინც თუ შეიძლება ისეთ ოჯახებში სადაც ეს პრობლემაა და აი მართლა სიყვარულზე აიგება და ურთიერთდათმობაზე იცით აი რაღაც პერიოდის მანძილზე მე ხა აღარ მჭირდება აი ასე 100%-იანი დათმობა აღარ მჭირდება ეხლა უკვე წამოვიდა მეორე მხრივ, იმიტომ რომ 20 წელი გავიდა უკვე და უკვე მაგალითის მიმცემიც ვართ ჩვენ, ზოგადად უფროსები, რაღაც მოდელების, ქცევის ნორმების მოდელების მიმცემიც ვართ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის. ძალაუნებურად ხდება და ძალიან მიხარია, რომ სწორად იქნა გაგებული ეს ჩემი სიყვარულით შესვლა აი ამ წიაღში. აი სიყვარული იყო ყველაფერი ეს. სიყვარული არის თავი და თავი ყველაფერი. ჩვენ რომ ამ ისტორიამ აღმოგვფრთოვანა და ძალიან რომ მოგვეწონა და რაღაცა ამ სტერეოტიპის დანგრევა გვინდა სწორედ ამიტომ ხარ ჩვენი სტუმრები და ჩვენ ძალიან დიდ პატივისცემას გიფიქსირებთ გულწრფელად ძალიან ძლიერი ადამიანები და გაძლიერებთ ის სიყვარული მაგალითია ეს ყველასთვის ნამდვილად და უყვარხართ მოკლედ ამის ბედნიერები ყავით შემოქმედებაზე გვაინტერესებს
თქვენ ხართ მუსიკის კრიტიკოსი, ასევე? დიახ, კრიტიკოსი. ბუმენი, ხო? იცით რა არის საკმაოდ კარგი სპორტი. იცით რა, ბავშვობიდან მე ნაზი დუმბაძე იყო ჩემი დეიდა, დედის და მომღერალი და აი ბავშვობიდან მივეჩი, იმიტომ რომ ხა ეს პევზნერთან ურთიერთობდა რეროში მღეროდა, შემდგომ დილოში და მესმოდა სულ ეს ჯაზი არის სტილი ცხოვრების, ეს ხო არ არის მხოლოდ მუსიკა, ხო? აი ეს რიტმის, სვინგის, ყველაფერის მესმოდა და ძალაუნებურად შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და მღეროდი აი იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს იმიტირება იყო და მე როგორც კრიტიკოსი არ ვარ ამის მომხრე დღესაც და ძალიან ვიბრძვი რომ ეს არ იყოს, უბრალოდ იმიტაციის ჟანრები დამკვიდრდა და ამის არ ვარ ამის მომხრე და ვიმიტირებდი ელა ფიჯერალდის კომპოზიციებს. ხო და აი აქედან წამოვიდა, მაგრამ კომპოზიციის უნარი რატომღაც მომეცა 2017 წლიდან რატომღაცა ესე გვიან მანამდე უფრო სიმღერა და ეხლა ვცდილობ იცით რა რომ დავწერო აი ინტეგრირება გავაკეთო ქართული უცხოური მუსიკის ქართული ვერსია ვარიანტი მუსიკალურ შემეცნებაში ანუ ჰარმონია აი ეს რიტმი შემოვიტანო და აი ეს თავისუფლება რომელიც ასე ძალიან უყვარს ქართულ ერს მაგრამ რატომღაც ძალიან მიკვირს რომ ქართულ ერს უყვარს ასე თავისუფლება მაგრამ ჯაზის და ბლუზის მსმენელი მაინც ცოტა ყავს. ნუ, ამაში ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ არა, პროცენტულად ვამბობ. პროცენტულად, ხო, აი უფრო ნაკლებია ვიდრე ალბათ უნდა იყოს. მაგაში კი ბატონო გეთანხმებით. პროცენტულად, თორე ისე ძალიან კარგი მსმენელი ყავს, ვინც არიან, არაჩვეულებრივად იციან ესმით და უყვართ. და ძალიან კარგი მუსიკოსები. კიდევ ერთხელ პატივისცემად გიფიქსირებთ, ხშირად უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, მათ შორის თქვენი პროფილით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მუსიკას გულისხმობთ ჯაზით და ამიტომ დაგვატყუოთ აუცილებლად დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენ მაგალითი ხართ ნამდვილად. დიდი მადლობა თქვენ.